წმინდა სინოდის რამდენიმე წევრმა ქადაგებისას თუ განცხადების გაკეთებისას მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა, რომ ცდუნებას ძლიონ და არ შეიცადონ ზეგავლენის მოხდენას პატრიარქის არჩევნების დროს. ამ შემთხვევაში რატომ დასჭირდათ მაღალ იერარქებს გამაფრთხილებელი განცხადების გაკეთება, ამის გადამოწმება ვცადეთ ქართულ ოცნებაში, რა საფრთხეები დაუინახეს წმინდა სინოდის წევრებმა. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე ესაუბრათ დღეს ქართული ოცნების წევრებს, მათი ისრები სულ სხვა მხარეს გადააქვს და ამბობენ, რომ გარე ძალები შეიძლება შეეცადონ პატრიარქის არჩევნებზე გავლენის მოხდენაში. თუმცა, ვინ იგულისხმება გარე ძალებში, ქართული ოცნების დეპუტატების დიდი ნაწილი ამაზე უკვე კონკრეტულად აღარ საუბრობს. გააკეთეთ კომენტარი რა. პოლიტიკური ძალები არც უნდა ჩაერიონ და არც არის ამის არანაირი არათუ საფუძველი, არანაირი ტრადიცია ამ ჩარევაში არ არსებობს. რეული შეკვეთა არის ქვეყნის სამშვიდობოზე გადაყვანა, დაპირისპირებების გარეშე პროცესების წარმართვა. და თუ კი რაიმე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ეკლესიის შიგნით, ის უნდა დარჩეს ეკლესიის შიგნით. ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე. ივანიშვილის ექნება თუ არა ცდუნება? უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ივანიშვილის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ. მათი პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული დამთავრებული საქმიან ურთიერთობებს, რომელიც აისახა არაერთ პროექტში. არანაირი ნიშანი იმისა, რომ დაპირისპირება ყოფილიყო გინდ ივანიშვილსა და პატრიარქს გინდ რომელიმე ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებსა და სასულიერო პირებს შორის. თუ რამე სხვადასხვაობა არსებობდა, ის ყველაფერი იცის საზოგადოებამ და ხალხმა. ყველაფერი გამოსულია. ყველას მოუწოდებთ, რომ ხელები არ ასავსაონ და არ ჩარიონ და არაფერთან მცდელობა არ ქონდეთ საპატრიარქო საქმიანობაში თავი დაანებონ იმ ინსტიტუციას, ეს არის აბსოლუტური მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია, კიდევ ერთი მცდელობა იმისათვის, რომ ორმხრივად გაიქცნას ცეცხლი, ერთი მხრივ ჩვენი გუნდის საპატიო თავმჯდომარის მიმართ, მეორე მხრივ ეკლესიის მიმართულებით და კიდევ ერთხელ შეურაცხმობა არის საპატრიარქოსი. რო ვერ იმალება ეს შურვილები რამენაირად ხელი აფათო რომ წმინდა სინოდის საქმეებში თავი შეიკავოს ყველამ, მიეცეს საშუალება წმინდა სინოდს მიიღოს გადაწყვეტილება და დამერწმუნეთ ის აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველგვარი პროპაგანდისტული ჩარევების გარეშე. ივანიშვილის ხოვდა სოციალდება ინფორმაცია სუსისკრებსებიდან, რომ გადამდგარი მსგავსი ცდუნება და ზეგავლენის მოხდენა. ესეთ ტყუილებში რომ ცდილობთ და აი ამ რაღაცას შეგნებულ მოცემულობაში საზოგადოების ერთობა დაარღვიოთ, საზოგადოებაში შეიტანოთ ეჭვი. აი იმიტომაც არის რეიტინგებში, ჭყალებში, რომ ყველა ტელევიზიას უსწრებს თქვენი პროპაგანდისტული ტელევიზია. ამიტომაც თავი შეიკავეთ. წმინდა სინოდის წევრების სურვილია, რომ არავინ სცადოს გავლენის მოხდენა მათზე, მცდელობა არ ჰქონდეთ არჩევნებში ჩარევის, შესაბამისად თვლიან, რომ ეს არის მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ნებისმიერი მსურველი, ვისაც სურს, რომ არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინოს, ამ პროცესებისგან განზე უნდა დადგეს.